ქალბატონი ლიანა ცერცვაძე, ქარელის მეორე საშუალო სკოლის დირექტორი. გილოცავთ ქალბატონო ლიანა დღესასწაულს და რამდენიმე შეკითხვით გვინდა მოგმართოთ. პირველი შეკითხვა ასეთია, რა არის თქვენთვის 8 მარტი? 8 მარტი. რა არის ჩემთვის 8 მარტი? და საერთოდ 8 მარტი არის გაზაფხულის შემოსვლა. გაზაფხული ენერგიის, რწმენის, სილამაზის, სიამაყის მომტანია. 8 მარტი უკუგების პერიოდია. როცა გაფასებენ, როცა აზრს გეკითხებიან, როცა შენ შრომას პატივს ცემენ, უნდა დაფიქრდე, აი ამ დღეს ანგარიში ჩააბარო მომავალს. რა გააკეთე, რა უნდა გააკეთო მომავალში, რომ ამ პატივისცემის ღირსიც იყო და ღირსეულიც მიაგო ჩვენ შთამომავლობას, ჩვენ მოქალაქეებს. ეს არის ჩემთვის 8 მარტი. ქალბატონო ლიანა, თქვენ სკოლის დირექტორი ბრძანდებით. აი ასეთ შეკითხვა მინდა მოგცეთ. ქალი სკოლის დირექტორი არის მამაკაცი სკოლის დირექტორი. აი თუ არის სხვაობა მათ შორის და თუ არის რითი განსხვავდება ქალის სკოლის დირექტორი მამაკაცისაგან? დიახ. ქალი სკოლის დირექტორი. ქალი ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. მამაკაცი სკოლის დირექტორი. დიახ, მათ შორის არის სხვაობა უსათუოდ. სხვა რო არ იყოს სახელწოდებაში გამოიხატება ეს. მაგრამ ჩვენ ორივეს ერთი მიზანი გვაქვს. ეს არის ჩვენი მომავალი თაობის იდეურ-ზნეობრივი აღზრდა, ჯანსაღი აღზრდა, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ შეიძლება კაცმა დირექტორმა, მამაკაცმა დირექტორმა მეურნეობას თავისი ხელით დაარტყოს სკოლის მეურნეობას და ძლიერათაც წასციოს წინ, მაგრამ სულიერ სამყაროში წვდომა ქალს უფრო ეხერხება. მე ასე მგონია, რომ მეტი დედობრივი ზრუნვა იგრძნობა, როცა ქალი სკოლის დირექტორია. ღმერთმა უკნას იმ აზრზე დავდგე, ან ვინმე დადგეს იმ აზრზე, რომ მამაკაცი გამოეთიშოს სკოლის ცხოვრებას. პირიქით, საქართველოს მაშინ ულხინდა და მაშინ იყო ძლიერი, როცა მამაკაცები დარაჯობდნენ სწავლების საქმეს. იოსებ ოცხელი, დიმიტრი თომაშვილი, იოსებ ჭარელაშვილი და სხვები. გამრავლდნენ, ძალიან დიდი სურვილი მაქვს მამაკაცები სკოლაში, რომლის ნაკლებობას ნამდვილად განვიცით ახლა, მაგრამ ქალებიც არ ჩამორჩევიან ამ ხაზით მამაკაცებს. ეს არის ქალბატონო ლიანა, ერთი არაორდინალური შეკითხვა მინდა მოგცეთ. რამდენადაც 8 მარტია, ქალთა დღეა, ყველა ასაკს ეხება ეს. აი თქვენ სკოლის დირექტორი ბრძანდებით, რა თქმა უნდა, პედაგოგი ბრძანდებით და როდესაც შეიტყობთ, რომ თქვენი სკოლის მოსწავლეებს გრძნობები გაუჩნდათ, თქვათ ერთმანეთის მიმართ. აი როგორ რეაგირებთ ამ დროს? აშკარად რეაგირება რასაკვირველია, ასეთი შემთხვევა არ მქონია. გითხრა სიმართლედ, მაგრამ როცა გავიგებ, რომ კეთილშობილური გრძნობა გაჩნდა მათ შორის, სიამოვნებით დაუდგები გვერდზე. იმიტომ რომ სიყვარულის გარეშე ის ინტიმური სიყვარული იქნება, ზოგადი სიყვარული იქნება, არ არსებობს ადამიანი. სიყვარულმა ყველაფერი უნდა გაათქოს და ევუყვარდეთ ჩვენ ახალგაზრდებს ერთმანეთი.